გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, დიდი ხანია YouTube-ზე ვიდეო არ დაგვიდია. დიდი ვიდეოები თორე შორტებს ვდებთ ხოლმე რა. ორი ვიდეო მზადდება, გზაშია მესამეც ამ ორის დადების მერე ძალიან მალე იქნება, მაგრამ თავწუხაროდ ველოდებით რაღაცას. პირველი კამაროს ვიდეო, სადაც სტიკერებს ველოდები რომ მივაკრა და კამარა უკვე დამთავრებულია. მეორე ვიდეო თქვენ იცით რომ C217 იგივე W222-ის კუპე ინტერიერი განვაახლეთ, საერთოდ ახალი კომპანია დავაფუძნე და იქეთა მიმართულების ვიდეოსაც უკვე გავდებთ, ის ცალკე კომპანიად გავიდა. YouTube-ს ალბათ ამ არხს გამოვიყენებთ, მაგრამ Instagram-ი და Facebook-ი უკვე სხვა იქნება, რომ არ მოხდეს აღრევა და ჩვენი გარაჟის ხალხი არ შეწუხდეს მაგალითად იმათთან კომუნიკაციით, ვისაც სურს ინტერიერში დაუშვათ მონიტორის განახლება, პრაშივკები, საჭეები და ასე შემდეგ. მოკლედ ეგ მეორე ვიდეო და მესამე ვიდეო უკვე მაგასაც მოყვება იქნება თუ რა დაჯდა კონკრეტულად იმ მანქანის ინტერიერის განახლება. ეს სამ ვიდეო რაც გელი და გვირდებით რომ მალე იქნება, რა მიყოლებით დავდოთ. ხო და ძალიან დიდი წყვეტა რომ არ გამოგხსოვდა, თითქმის ახალი წლის მერე ვიდეო არ დაგვიდია, დღეს ჩავწერთ პატარა ვიდეოს, რომელსაც ალბათ დიდი მონტაჟი არ დაჭირდება, სადაც ვისაუბრებთ ჩვენ ფირებს. თქვენ იცით რომ ჩვენ ვართ სტაკის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში და 2025 წელს ჩვენ პირდებით ძალიან ბევრ აქტივობას, არა მარტო იმას, რომ ჩვენ გარაში ძალიან ბევრი ფირი ეკვრება და გადაეკვრება, არამედ ჩვენ detailing shop-იც რო გვაქვს, ამ shop-ის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ფირი გავყიდოთ კიდევაც. ამისთვის საკმაოდ დიდი თანხის მობილიზება დამჭირდა, რომ მაქსიმალურად იყოს დაყვანილი მინიმუმამდე ხარჯი ამ ფირის, იმიტომ რომ ჩვენ ავია გადაზიდვის მეთოდით ჩამოგვაქვს კორეიდან ფირი და არა ამ ქვეყნებად ძვირიჯდება. საერთოდ ერთლარიანი ფირი რო ჩამოიტანო, თვითმფრინავით ისე ძვირიჯდება, რომ მოკლედ აზრიც არ აქვს. ამიტომაც მოვიძიეთ ინვესტიცია, მაქსიმალურად შევამცირეთ ჩვენ ხარჯი ტრანსპორტირების და ფირის გაყიდვის ფასს კიდევ უფრო დაბლა დავწევთ. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ ფირებზე. ჩვენ გვაქვს კატალოგში სტეკის სამი ვარიანტი ფირი. პირველი სტეკის სიქლიარი, რაც ნიშნავს ყველაზე დაბალ ბიუჯეტურ ფირს სპეციალურად მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს ტრეიდინი ან არ ჭირდება ავტომობილის დაცვა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. სტეკის სიქლიარს აქვს იდეალური გამჭირვალობა, აქვს ძალიან კარგი ჰიდროფობი და არის თვითაღდგენათი. აქვს გარანტია 3 წელი, აბსოლუტური ულიმიტო გარანტია, ხოლო წარმოებელი იძლევა 5 წლიან გარანტიას იმაზე, რომ საერთოდ მანქანას არ დააზიანებს ფირი. 5 წლის შემდეგ უკვე დემონტაჟი ავტომობილის ძარიდან დემონტაჟი უკვე საჭირო არის ფირის. ყველაზე დაბალ ბიუჯეტური, როგორც პრიალა, ისე მატი და ძალიან კარგი ფირი არის. ეხლა თქვენ ამ ავტომობილს რასაც ხედავთ, სიქლიარზე ამოსული, სიქლიარზე გადაეკრას და იმისთვის ამოსერილი ფირი უკვე მზად არის, ჯერ გადაკრული არ არის. ხოლო მეორე მანქანასაც გაჩვენებთ, სადაც სიქლიარია გადაკრული და ის მანქანა უკვე დასრულებულია და ხდება იმის დაკერამიკება. ხო სიქლიარია მაგაზე გადაკრული. წამოდი გამოვყევი. ეხლა აქ ნახეთ მიმდინარეობს ამ Porsche-ზე სიქლიარის გადაკრა და უკვე დასრულებულია, მაგრამ მოხარებელმა ისურვა ჰიდროფობული ეფექტის გაზრდის მიზნით მოხდარიყო PPF გვარდის წასვლა. ეს არის ნასიორის წარმოების ფირი, ბოდიში ნასიორის წარმოების ფირის დამცავი ნანოკერამიკა, რომელიც ორ ფენად ედება მანქანას და ამ წამს თქვენ უყურებთ როგორ ხდება მისი დაკერამიკება. ძალიან დაბალ ბიუჯეტური არის ეს ფირი. ყველას, აბსოლუტურად ყველას შეუძლია მანქანის ცენტრიდან ყიდვის დროს პირდაპირ მოიყვანოს მანქანა და გადააკრას სიქლიარი. ეს მის ბიუჯეტზე დამიჯერეთ, რომ საერთოდ არ იმოქმედებს იმდენად ოპტიმალური ფასი არის. და რაც მთავარი არის, უმაგრესი ხარისხის ფირი არის. შემდეგ უკვე სიქლიარის მერე გადავდივართ Force Shield-ზე. Force Shield-ი არის ფირი, რომელსაც აქვს იდეალური ჰიდროფობი, იდეალური გამჭირვალობა, ფერის სიღრმე ამოაქვს მანქანის ძარიდან და იდეალური თვითაღდგენადობა. მისი გარანტია არის უკვე 6 წელი და კიდევ უფრო მეტი. რას ნიშნავს კიდევ უფრო მეტი? პერიოდული სერვისის პირობებში გარანტია შეიძლება გაიზარდოს 10 წელიწადამდე. პერიოდული სერვისი ავტომობილს შეიძლება დაჭირდეს გავლიდან 20000 კილომეტრზე, შეიძლება დაჭირდეს 30000 კილომეტრზე, ამას უბრალოდ შემოწმება ჭირდება და მეტი არაფერი. პერიოდული შემოწმების შედეგად დაგეგმილი სერვისი არ ცდება 1000 ლარს. არ გეგონოთ რომ ეხლა დაუშვათ ჩვენთან ფირს გადააკრავთ და მერე თუნგრება დაგიბარებთ ხოლმე წელიწადში ერთხელ და კიდევ დაუშვათ რამდენიმე 1000 ლარს არა. 1000 ლარს არ ცდება ჩემო მეგობრებო.
ეს არის განკუთვნილი მათთვის, ახლა ვისაც იცის რომ მანქანა კი შეიძინა ეხლა, მაგრამ გამოიყვანა ლიზინგი და 2 წელიწადში კიდე ვერ შეცვლის, იმიტომ რომ არ აქვს იმდენი საშუალება, რომ ახალი მანქანა გამოიყვანოს და დაკარგოს ცენტში ტრეიდინით მანქანის ჩაბარებას იცით რა თქმა უნდა, თანხა იკარგება, ეგრე არ არის, საკმაოდ ძვირჯდება და დიდი ფუფუნება და თუ არა აქვს ადამიანს საშუალება რომ ტრეიდინით მალ-მალე ცვალოს მანქანა, ან უყვარს ის მოდელი, რომელიც შეიძინა, ადგება და გააკეთებს Force-ს. Force-ით მიიღებს ძალიან მაგარ ფერის სიღრმეს, რა თქმა უნდა შეუძლია არჩიოს მატი, შეუძლია არჩიოს პრიალა და ეყოლება მანქანა ძალიან მაგარ ფორმაში რამდენიმე წლის განმავლობაში. შესაძლებელია 10 წელიწადზეც კი გაიზარდოს ეს ვადა, როგორც მე გითხარ. პერიოდულ სერვისს რაც შეეხება, ამ დროს ხდება ავტომობილის სამფაზიანი რეცხვა, ხოლო თუ საჭირო არის მისი პოლირება ფირის და წარმოიდგინეთ რომ Force-ი პოლირებადი ფირია, ან დაუშვათ ჰიდროფობული ეფექტის განხორციელების მისი დაკერამიკება. ამ შემთხვევაში, როდესაც მანქანა პერიოდულ სერვისზე მოდის, გარეშე პირისგან განსხვავებით, იგი სარგებლობს ფასდაკლებით და თუ დაუშვათ პერიოდული სერვისის სხვა მომხმარებელს ეგრებოდა 2000 ლარი, აქ უკვე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს და ნახევარ ფასში აკეთებს ყველაფერს. ამ პერიოდული სერვისის განმავლობაში. და კიდევ მესამე ვარიანტი, ეს არის სტეკის Dino Shield-ი, რომელიც არის 12 წლიანი ულიმიტო გარანტიით, პერიოდული სერვისი მასაც ჭირდება და 12 წლიანი გარანტია აქვს, რომ დღეს რომ მანქანას ფირს გაუკეთებთ, 12 წელი თუნდაც საერთოდ არ შეეხოთ. მანქანა არ დაგიზიანდება და ის თქვენი მანქანის საღებავს დაიცავს. Dino Shield-ის top coat-ი არის ფლუორინით. ფლუორინი არის ესეთი ნივთიერება, რომელიც დამატებით ბზინვარებას, ექსტრა ბზინვარებას, არაამქვეყნიურ გლოს სიპრიალეს აძლევს. მანქანა ფერს იღებს პირდაპირ საღებავიდან, იდეალური გამჭვირვალობის პირობებში, როდესაც მზის სხივი 6-ვე შრეში გააღწევს საერთოდ შეფერხების გარეშე და ფერს წარმოიღებს თვითონ მანქანის ლაქს აღებავიდან ძარიდან, ფლუორინის მეშვეობით ეს კიდევ უფრო გაპრიალდება და როდესაც მანქანას Dino Shield იქნება გადაკრული, სხვა ფირით გადაკრულ მანქანას შედარებით იქნება არაამქვეყნიურად ბზინვარე. ხოლო მატი და სატინი ფირი, რომელიც უკვე Dino Shield-ს აქვს, ამ შემთხვევაში სიმატოვეც და სატინის შემთხვევაში ნახევარ ციპრიალე და ნახევარ სიმატოვეც იქნება გამოკვეთილი და არაამქვეყნიურად მაგარი. პოლირებადი არ არის მატი ფირი და პოლირებადი არ არის სატინი. ხოლო რაც შეეხება Dino Shield Gloss, ეს არის პოლირებადი ფირი. მისი მიკრონები დაახლოებით 195-დან 205 მიკრონამდე, ანუ 200 მიკრონი აქვს პლუს მინუს 5 მიკრონი, ეს იძლევა საშუალებას, მისი დამატებითი ფლუორინის top coat ფენა იძლევა საშუალებას, რომ ჯერ უმაგრესად აღიდგინოს თავი, ხოლო ისეთ დაზიანების შემთხვევაში, როცა უკვე პოლირება საჭირო, ან წელების გასვლის შემთხვევაში, როცა უკვე პოლირება საჭირო, მას რა თქმა უნდა აქვს დამატებითი საშუალება, რომ დაახლოებით 15 მიკრონამდე პოლირების შედეგად მოიხსნას და სპეციალური შემავსებელი, დიახ, სპეციალური შემავსებელი ქიმია, ფლუორინის შემცველი შეგვიძლია ჩვენ მერე დავიტანოთ და ჩათვალეთ 6 წლის მერე პოლირება რო გაუკეთდება ამ ფირს, დავიტანეთ ფლუორინს და 6 წლის მერე, ზუსტად ამ სერვისის ჩატარების შემდეგ, ზუსტად იგივე იქნება მანქანა, რაც 6 წლის წინ ჩვენთან ცენტრში მოყვანისას. მოკლედ, ეს არის ყველაფერი, რაც შეეხება უკვე მანქანის ძარის დამცავ ფირებს. კიდევ რამდენიმე ვარიანტია, სპეციალურად სხვადასხვა ქვეყნებისთვის მორგებული, მაგალითად ეგვიპტესა და ძალიან ცხელა, მაგრამ ჩვენ ის არ გვაინტერესებს, არ ჩამოგვაქვს. კიდევ არის ამერიკისთვის, იმ შტატებისთვის, სადაც ძალიან ყინავს და ესეც არ გვაინტერესებს, არ ჩამოგვაქვს. ეს სამი ვარიანტია. სიკლი არის ადამიანებისთვის, რომელსაც უნდა მარტო დაცვა, დაბალბიუჯეტური ფირი, იცავს კარგად, კარგი თვითაღდგენადგობა აქვს და მინიმუმამდე არის დაყვანილი პორტოფოლის კანი. მეორე ვარიანტი Force Shield-ი, ადამიანები, რომელსაც ტრეიდინით არ სარგებლობენ და რამდენიმე წლიანი დაცვა ჭირდებათ, მაგალითად 5-6 და შესაძლებელია 10 წლამდე გაიზარდოს, როგორც გითხარით, მათთვის, რა თქმა უნდა, დაახლოებით 15-20% უფრო ძვირია, თუ სწორად მახსოვს, Force Shield-ის სიკლარზე, მაგრამ თავის საქმეს იდეალურად აკეთებს. და Dino Shield-ი, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ ორს ჯობია 12 წლიანი ულიმიტო გარანტია აქვს. ეხლა თქვენ ამ მანქანაზე, მაგალითად, ხედავთ, Dino Shield-ის მატია გადაკრული. მანამდე ვინილი გადავაკარით, ხოლო დამცავი უკვე Dino Shield-ის მატი და არაამქვეყნიური სილამაზე აქვს. ნახეთ, ამ ფირის სერალიკები, ანუ ეს პატარა წვრილი ვარსკვლავებით რო ანათებს, ძალიან გამოკვეთილი არის Dino Shield-ის საშუალებით. სანამ დამცავ ფირს დავაკრავდით ჩვენ, ხო, აქ ესეთი არ იყო. იყო ბევრად უფრო, როგორ ეხა უფრო ბევრად დიდრული არის. გამოკვეთილი არის და ესეთ ბზინვარებას ვერ მიიღებ Dino Shield-ის გარეშე. ვერცეთ ვინილში. პლუს ამას კიდე რა თქმა უნდა დაცვა არ ექნება. ეს X-ი როგორც გითხარით, ახლა C-კლიარზე არის და წამოხა ისევ Porsche-ს დაუბრუნეთ. ჭირდება თუ არა top coat ფენა სტეკის ფირებს, მე თუ მკითხავ, C-კლიარს სჭირდება,
ხოლო ნანოკერამიკა Forshilds-ზე და Dino-Shields-ზე არის გემოვნების ამბავი. აი რა როგორ გითხრათ ახლა დამატებითი ფუფუნების ამბავი არის. აი ყველაფერს ბლომად მოაყარი, შენ არაფერს რო არ დაინანებ, ისე არის. იმიტომ რომ იდეალური ტოპ-კოუტი აქვს Forshilds-ს და Dino-Shields-ს. მაგრამ თუ მაინც რა თქმა უნდა იმაზე მეტი გინდათ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა თანხა დაამატოთ და PPF გვარდი გაუკეთოთ. მაგრამ ნუ ჩემი რჩევაა, რომ არ ჭირდება. კიდევ ერთხელ გეუბნები თქვენ გემოვნებაზე ეს დამოკიდებული. იმ BMW-ზე რა გვაქვს გადაკრული? იქ. არ არის ჯერ გადაკრული საერთოდ? ხო, კაი. მოდი, მაშინ ახლო კადრებით აიღე უკვე გადაკრული ციკლი არის. ეხლა ნახეთ, დაბალ ბიუჯეტური ფირი. დაბალ ბიუჯეტური ფირის ფასი ამ ეტაპზე არის $165 გრძივ მეტრზე, ზოგ მანქანას 10 მეტრი ყოფნის, ზოგ მანქანას 18 მეტრი ყოფნის, ესე ვერ გეტყვით. ამ მანქანაზე ალბათ დაახლოებით, რა ვიცი მე, 18? იმიტომ რომ, რა ქვია, ნახეთ, სახურავი აქვს და ხო, 18 მეტრი წასულა, მოკლედ ფასი შეგიძლიათ თქვენ გამოთვალოთ, მაგრამ ფასი აქცეც თუ გააკეთეთ $165 ღირს დღეს, სხვა შეიძლება მეტი ღირდეს, ან იმედია ნაკლები. მოკლედ ჩვენ ფასს არ ვაძვირებთ, დამოკიდებული არის ხოლმე ტრანსპორტირებაზე, იმიტომ რომ ძვირი გვიჯდება, დოლარის კურსზე და ასე შემდეგ. ახლოდან მინდა რომ დავათვალიეროთ რა. ფანარი ხო არ არის სადმე ახლოს? ფანარი არ არის, მაგრამ ის არის. ფანარი არის იქ ბოქსში. მიდი, მოდი აქ. კაი, მოდი შენ სანამ მე შემოგიერთები, არ გაწყვიტო ვიდეო. ნახე, აი ამის გასწვრივ აიღე ახლო კადრები. სადაც აი ეს ანათებს. და მე მოვიტან ფანარს. ახლო ლამაზი კადრები აიღე. მოკლედ ამ ციკლი არის საშუალებით მე მინდა ეხლა თქვენ დაათვალიეროთ. არ გეგონთ რომ ახლა დაბალფასიანი ფირი არის, რაიმე ხარვეზე ეტყობა მანქანას. არავითარი ხარვეზე მანქანას არ ეტყობა და გატანების მომენტში, მანქანის ჩაბარების მომენტში, ჩემი აზრით, ვერც გადამკვრელი ვერ გაარკვევს. ციკლი არია გადაკრული თუ Dino-Shield-ი, თუ Forshilds-ი და ვერც მომხმარებელი. გარკვევის ერთადერთი საშუალება არის ის საერთაშორისო გარანტია, რომელიც, ნახე კი გამოდის გადაიღე ახლოდან. თუ გინდა ფანარი შენ დაიჭირი რომ უყუროს სხივის ადამიანათო. გარკვევის ერთადერთი საშუალება არის ის რომ რა თქმა უნდა ჩვენი პატიოსნება და ნამოსი და მეორე რომ გარანტია იწერება საერთაშორისო სტეკის სპეციალურ პლატფორმაზე, რომელსაც ქვია Stake Shield-ი. მოგდით თქვენ მეილზე, თქვენ ადასტურებთ ამ გარანტიას. იქ მოგდით მე ყველაფერი, რა პერიოდული სიხშირე იჭირდება თქვენ მანქანას შემოწმება, რა პერიოდული სიხშირე იჭირდება maintenance სერვისები და რა თქმა უნდა, თქვენ ამით იმ ფირის ვალიდურობას ადგენთ, რომელიც თქვენ მანქანაზე გადაეკრა. მაგალითად, ეხლა რომ არ იყოს ჩვენს პატიოსნებას დამოკიდებული, მოხვდეთ და დაგვიკეთეთ როგორც აი მომხმარებელმა დაგვიკეთა Dino-Shield-ი, რომელიც სამჯერ ძვირი ღირს ცექლიარზე. თქვენ როგორც გითხარით, პირველი წლების განმავლობაში ვერ გაარკვევთ საერთოდ რა ფირია გადაკრული, ამიტომაც ეს პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, რომ გადაამოწმოთ რომელი ფირი გადაეკრა. ამ პლატფორმაზე რაიმეს გაყალბება არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ყველა rule-ს, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, აქვს თავისი უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეიყვანო, რომ დაგიდასტუროს პლატფორმამ შენი გარანტია. ეხლა ნახეთ, თუ დავუშვათ ჩვენ მოვიტყუეთ და გადავაკარით რაიმე ხარის დაბალი ხარისხის საშინელი ფირი, ჩვენ არ გვექნება ეს სერიული ნომერი, რომელიც უნდა შევიყვანოთ პლატფორმას. და დავუშვათ სხვა rule-იდან ავიღეთ და შევიყვანეთ და მოვიტყუეთ, ხო? დაგვრჩება ჩვენ ახალი rule-ი, რომელსაც არ ექნება გარანტია. და რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანი რო გადაგიხდეს ამ რაოდენობის თანხას Dino-Shield-ში, არავინ არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ გარანტია არ დაწერო. ასე რომ არა მარტო ჩვენ პატიოსნებაზე ხართ დამოკიდებული, პირიქით თქვენ ამ ყველაფერს ამოწევთ ამ სისტემის საშუალებით და სტეკმა ეს ყველაფერი უზრუნველყო, უკვე წელიწადზე მეტია გაეშვა ონლაინ გარანტიების სისტემა და ყველაფერი ამის მერე არის ძალიან კარგი და მოგვარებული. რაც შეეხება ეხლა კიდევ სტეკი ძალიან აქტიურად დაიწყებს ოპერირებას, უკვე 15 თებერვალს მასტერკლასია ჩანიშნული და სტეკი არა მარტო ჩვენ გარაჟში, რამდენიმე გარაჟში უკვე ისედაც თავაზობენ და თითქმის ყველა გარაჟში იქნება სტეკი, სადაც ოფიციალურ გარანტიას გაცემენ ჩვენი გადამკვრელები, ანუ სტეკ ჯორჯიას გადამკვრელები, რომლებიც ჩვენთან საერთოდ არ იქნებიან კავშირში, უბრალოდ მაღალი ხარისხის ფირს შეიძენენ მაღალი ხარისხის ფირს, აქვს ძალიან მაგარი დაბურვა სტეკს, იცით Smart სერიის სახით და ამაზე წესით ვით ჩვენ თვალყურს გვადევნეს, ბევრი საუბარი არ ჭირდება. Smart სერია უკვე ლეგენდა გახდა საქართველოში და ძალიან კარგი ფარებზე გადასაკრავი ფირი აქვს სტეკს, რომელიც თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამუქოთ, შეგიძლიათ არ დაამუქოთ, გააყვითლოთ და ასე შემდეგ.
უმაგრესი 4 ფირი აქვს, თუ 5 ზუსტად არ მახსოვს, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ერთგულმა მოხალხეებმა იციან, ძირითადად ჩემი მეგობრები აკრავენ ხოლმე, იმიტომ რომ რაოდენობაში მუდმივად არის წყვეტა და გვაქვს ცოტა და ესე ფართოდ არ თავაზობთ ხოლმე მოხმარებელს, მაგრამ ესეც უკვე გამოსწორებული იქნება ამ თვიდან და ყოველთვის იქნება ფარების დამცავი პლუს ფერის მიმცემი ფირი სტოკში. თუ რამე კითხვა გექნებათ ამ ვიდეოს კომენტარებში შეგიძლიათ მომწეროთ, მე აუცილებლად ყველაფერზე გიპასუხებთ და 2025 წელი უნდა იყოს აუცილებლად სტეკის წელი საქართველოში, სადაც ძალიან ბევრ აქტივობებს და ჩავნიშნავთ, შეგიძლიათ ნებისმიერი მანქანა მოხვიდეთ, სანამ გადააკრავთ შემოწმოთ. ყველაზე ბევრ ფირს საქართველოში ვაკრავთ ჩვენ, თბილისში, პლუს ბათუმში და რა თქმა უნდა, ვინც ყველაზე მეტ ფირს აკრავს და ვინც პირველი იყო, ვინც ყველაზე კარგი ბრენდი, თავმოყვარე ბრენდი საქართველოში შემოიტანა, მე მგონი დღემდე ოფიციალური დისტრიბუტორი წესიერი ბრენდების ძალიან ცოტაა, ხოლო პირველი ვინც იყო, აგერ კი ხედავთ ეკრანზე. მოკლედ თავისქება გვეყო, მე დროებით დაგემშვიდობით, გისურვებთ წარმატებებს, მაგრამ მანქანას როგორც კი გამოიყვანთ, ან როგორც კი ფირი გაგახსენდებათ, პირველ უნდა გაგახსენებთ დიტეილინგ გარაჟში. და რა თქმა უნდა, მე და ჩემი სტაფი. დანარჩენზე უკვე მე ვიქნები პასუხისმგებელი. დროებით დაგემშვიდობით ნახვამდის, გისურვებთ წარმატებებს, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ვიდეოს გადაზერებას არ თხოვთ, უბრალოდ თქვენ დაიმახსოვრეთ და მე თქვენ ან თქვენ მეგობარს რომ დაგჭირდებათ, უკვე ჩვენ ავტომატურად გაგახსენდებთ. კარგად იყავით.